გამარჯობათ, ერთი ცივი მაჩა ლატე მინდა და ერთი კრუასანი. თქვენი შეკოთა მზად არის. დღეს ვართ ყველაზე ორიგინალურ სასოციცეში, ქილებში. პირველს გავსინჯავთ ბოვარიულ სოსისებს, შემწვარს. და რა თქმა უნდა, რომელი სოსისი იჭმევა მდოგვის გარეშე. ამიტომ დავამატოთ მდოგვით. მოხარშული სოსისი, აქ დავამატოთ უკვე პომიდორის соуს. კიდე ერთი სახეობა მაქვს სოსისების და აქ დავამატებ უკვე მწვანე მარილს. სხვათა შორის ქილებში სოსისებთან ერთად მოაქვთ სამი სხვადასხვა соуსი. соуსი შეგიძლიათ მიირთვათ ულიმიტოდ და პურსაც მიირთმევთ ულიმიტოდ. სამივე სოსისი არის უგემრიელესი ლუდთან ერთად, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ბოვარიულია. შემდეგი კერძი იქნება ორნაირი ნეკნები. აქ მაქვს შემწვარი და მოხარშული ნეკნები. და სხვათა შორის სუმინოდა ეგეთი კერძების გასინჯვა, მაგრამ სუმერიდებოდა ისეთ ადგილებში მისვლა, სადაც ლუდია, სოსისები და ეგეთი რაღაცები, მაგრამ აქ დამხვდა ძალიან მაგარი ინტერიერი, ძალიან მაგარი მომსახურება. ნუ კერძებზე ხო ზედმეტი ალაპარაკი. ამის გარდა ხო ფასებიც ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ისეთი ფასებია, რომ ნებისმიერი ადამიანი მოვა და შეჭამს ძალიან გემრიელად. მოხარშული ნეკნები არის ბომბა. იცით რა გამახსენდა? აი ბავშვობაში კუხნაში რო დედა ამზადებდა რაღაც სადილებს და ჩვენ ვპარავდით ნეკნებს. ზუსტად ეს გემოა. შემწვარი ნეკნები გარდანაც კი ჩანს რამდენად წვნიანი იქნება, соусიც კი არის ზემოდან. გარედან ხრაშუნა, შიგნით რბილი, ნაზი და იშლება ისეთი რბილია, უგემრიელესია. ძალიან მიყვარს ყველანაირი წვნილი სხვათა შორის და აქ მომიტანე წვნილის სალათი, სადაც არის კიტრი და ბოლოკი. გავსინჯოთ. ბოლოკი. აქ მომიტანეს წვნიანი, რომელსაც მე დავარქვი წამალი, იმიტომ რომ ეს არის იდეალური საჭმელი ნაბახუსებზე. აქვე მოვამზადეთ ჩემთვის სალას სენდვიჩი, ვინც არ იცის, სალას ექსპერტი ვარ, იმიტომ რომ ნახევრად უკრაინელი ვარ, ამიტომ მოდით გავსინჯოთ. ძალიან დიდი ხანი უკვე ამიჭამია სალა და ეს ძალიან გემრიელია. დამეთანხმებით, რომ ძალიან მაგარი შიდა დიზაინია, განსაკუთრებით ძალიან მომეწონა გარე სივრცე, იმიტომ რომ ზაფხულშიც ძალიან სასიამოვნო იქნება საღამო და დილასაც გაატაროთ აქ დრო და დალიოთ უგემრიელესი ლუდი, გასინჯოთ უგემრიელესი კერძები. სასოსისე ქილები მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე კინო აპოლოსთან, კარგარეთელის 11 ნომერში.